სამყარო მშვიდობისა მეგობრებო, თქვენ მოხვდით ტაროს ხელოვნების გვერდზე. ჩემი სახელია მარია და დღეს გვექნება 15 დეკემბრის დღის არკანი. ნახოთ. ისევ და ისევ რვიანების ხმლები. წინა დღეებში გქონდა ეს არკანი, მაგრამ ამჯერად ფონზე გვაქვს 6-იანების ხმალი. გარკვეული ცვლილებები იქნება დღევანდელ დღეს თქვენთვის მოსალოდნელი, თუ კი თქვენ შეიძლებთ და დაინახავთ რა ილუზიაში ამყოფებთ საკუთარ თავს. აი რაღაცა ცოტა დინამიკური დღე იქნება თქვენთვის იმ მხრივ, რომ აი ზედმეტად დინებას მიყვებით, მაგრამ ნაკლებად გაცნობიერებულად, ხო? თუმცა არსებობს გაცნობიერების შანსი. რეალურად ნახეთ, ეს არის ღამურა, ხო? ირგვლივ ბნელა, ნებისმიერ დროს შეუძლია გამოძროს და გაფრინდეს, მაგრამ არ მიფრინავს, რატო? იმიტომ რომ თავის თავს უქმნის მარყუჟებს, ირგვლივ ხმლებს, იმის ილუზიაშია, რომ გამოსავალი არ არსებობს და ჯერ კიდევ დილა გონია დიდი ალბათობით. თუმცა რეალურად შეგიძლიათ გამოხვიდეთ ამ სიტუაციიდან, გარეთ გამოხვიდეთ, გამოისეირნოთ, გამოანიავეთ მეგობრებო თქვენი თავი. აქ ხათაშორის ძალიან საინტერესო რაღაცაზე ჩაგირტყავთ ნამიობს. შეიძლება ძალიანაც გაშინებენ მეგობრებო ირგვლივ, რომ ვაიმე როგორი ტოქსიკური ჰაერია, ვაიმე რა გოშველება, ვაიმე გარეთ არ გამოხვიდეთ. მეგობრებო, ეს სახში ჩაკეტვა არ გინდათ. ანუ ისეც და ასეც, ანუ ეს ჰაერი უკვე სახლშიც არის და გარეთაც არის, ხო? ამიტომ უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, თქვენ სახლში იჯდებით თუ გარეთ გამოისეირნებთ, ხო? თუმცა უკვე მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ გარეთ გასვლა გჭირდებათ, იმიტომ რომ ეს თქვენს გაწყობაზე აისახება და თქვენს ჯანმრთელობაზე. ერთი დეტალია ისახება თქვენს ჯანმრთელობაზე თუ მეორე, მე მგონი არსებითი მნიშვნელობა უკვე აღარ უნდა გქონდეს, ამიტომ გერჩივნოთ, რომ ადაპტირება გაიაროთ, ვიდრე ის, რომ რაღაცა გამოიკეტოთ სახლში და ვაიმე ახლა მე თუ სახლში ვიქნები, აქ არაფერი მომეკარება. აი სისულელეა, ხო? ძალიან გთხოვთ, ცოტა ყურადღებით მოვეკიდოთ ესეთ საკითხებს და ცოტა მით უმეტეს ესე რომ ვთქვათ, ცივი ამინდები დაგვიწყო, შესაბამისად უკეთესი ტენიანი ჰაერი გვექნება, ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ გარეთ გამოხვიდეთ და ჩაისუნთქოთ, მინიმუმ ისეთ ადგილზე წახვიდეთ, სადაც გეცოდინებათ, რომ ასე თუ ისე მაინც სუფთა ჰაერია, თუ დაუშვათ მაინც ქალაქში არ გინდათ გამოსვლა, ხო? ესაა და ეს. წარმატებებს ვისურვებთ, პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ Instagram-ზე, WhatsApp-ზე ან Viber-ზე, პირად შეტყობინებაში ასევე შეგიძლიათ მომწეროთ უკვე Facebook-ზეც. დროებით.